ეხლა დავიწყებთ მუშაობას Excel-ის ცარიელ ფურცელზე. დავაჭერთ პირდაპირ ამ პირველ უჯრაში და ვუკრებთ რაიმე ტექსტს. მაგალითად, ზე ჩრდილი. შენ კლავიატურაზე დავაჭერ უბრალოდ Enter ღილაკს და დარჩება დაფიქსირდება ჩემი აკრებილი ტექსტი. ეს აკრებილი ტექსტი არის მთლიანად პირველ უჯრაში. თუ დავაჭერ მის გვერდზე უჯრას, ნახავთ რომ ფორმულის ადგილას არის სიცარიელე. ხოლო პირველი უჯრის ადგილას არის ჩაწერილი ტექსტი. ანუ ეს ყველაფერი, რასაც ეკრანზე ვხედავთ, არის მოთავსებული პირველ უჯრაში, უბრალოდ ან მის გვერდზე იცესხა ადგილი, ასე ვთქვათ. თუ ამ უჯრაში ჩავწერთ რაიმე სხვას, ნახავთ რომ გაქრება პირველი წინადადების გაგრძელება. ჩვენი მოქმედების უკან დაბრუნება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენ ამ ღილაკის გამოყენებით, ან კლავიატურაზე Ctrl და Z ღილაკის ერთდროულად დაჭერით. მოხდება ჩვენი მოქმედების უკან დაბრუნება. შემდეგ შევიყვანოთ ქვევით რაიმე სხვა ტექსტი. მივიღებთ ასეთ სურათს. როგორც ხედავთ, კურსორი ჯერ ისევ ციმციმებს და არის ამ ბოლო უჯრაში. თუ დავაჭერთ Enter-ს, გადავალთ შემდეგ უჯრაზე. თუმცა თუ დავაჭერთ Ctrl-ს და Enter-ს, დაფიქსირდება ეს უჯრა და თვითონ აქტიურ უჯრად დარჩება ისევ ეს უჯრა, რომელშიც მუშაობთ. ზევით, ამ ხაზზე მოკიდებით და გვერდზე გადაწევით, შეგვიძლია გავზარდოთ ამ უჯრის ზომა, უბრალოდ ამ სვეტის ზომა. ასე ადვილად მის კიდეებზე ხელის მოკიდებით და გადაწევით. აქ შეგვიძლია გავაკეთოთ თვეების ჩამონათვალი. იანვარი, შემდეგ კლავიატურაზე გვერდით აისრის დაჭერით, გადავალთ მის გვერდით უჯრაზე და გავაგრძელებთ შეყვანას. და ასე შემდეგ. თუ დავაჭერთ კლავიატურაზე Home ღილაკს, ჩვენი მონიშნული უჯრა გადაინაცვლებს ხაზის დასაწყისში. ხოლო თუ დავაჭერთ Ctrl-ს და მარჯვენა ისარს, გადავა ბოლოში. თუ დავაჭერთ კლავიატურაზე Ctrl და End ღილაკს, ჩამოვა კურსორი სულ ბოლო უჯრაში, ანუ ჩათვალა, რომ ეს ოთხკუთხედი ცხრილი არის ჯერჯერობით თვლიანად და გადავიდა მის ბოლოში. ხოლო თუ დავაჭერთ Ctrl და Home-ს, გადავა სულ პირველ უჯრაზე, როგორც გვე დავინახეთ. თუ გვინდა გავააქტიუროთ უჯრა, მასზე უნდა დავაჭიროთ უბრალოდ ერთხელ. თუ გვინდა უჯრაში შევიტანოთ შესწორებები, მას უნდა დავაჭიროთ ორჯერ, ნახავთ რომ გაჩნდება კურსორი რაიმე ადგილას. ხოლო შემდეგ გადავიყვანთ მესამე დაჭერით იმ ადგილას, სადაც გვინდა რომ გავაკეთოთ შესწორება და შევიყვანთ ამ შესწორებებს. ან შეგვიძლია გავააქტიუროთ უჯრა, შემდეგ დავაჭიროთ კლავიატურაზე F4-ს, დავინახავთ რომ გაჩნდება კურსორი, რომელიც სიმციმეს მასში და გავაკეთოთ ჩვენი ჩასწორება. აქ გიოს გავაკეთებ შემდეგზეც და ბოლოშიც. ხოლო ბოლოს შემიძლია დავამატო ჯამის უჯრა, თუ რა თქმა უნდა მინდა აქ მონაცემების შეჯამება. ეხლა დავაჭერ კლავიატურაზე Ctrl და Enter ღილაკს, რომ ისევ დავრჩე ამ უჯრაში. ხოლო შემდეგ დავაჭერ ამ ღილაკს და ნახავ რომ ჩემი ჯამი გამოიკვეთება. ეს უბრალოდ ტექნიკა ძალიან გაგვიადვილებს ჩვენ, პროსურად ძალიან გაგიადვილებთ თქვენ Excel-თან მუშაობას.